რაზეც ახლა ვისაუბრებ, დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იცოდი. გენეტიკური კოდები ადამიანის ფსიქოლოგიას და გარეგნობას განსაზღვრავს. არსებობს გენეტიკური კოდი ან კოდები, რომლებსაც ნაკლები ნებისყოფა აქვთ ცოდვების მიმართ. ამ გენების ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც არის. ყველა ადამიანს მუდმივ რეჟიმში ორი აზრი აწუხებს. ერთი მარცხენა მხრიდან შთაგონებული, მეორე მარჯვენა მხრიდან შთაგონებული. ადამიანს როცა რაიმე ბოროტი გაუელვებს გონებაში, ეს რასაკვირველია, მისი აზრი არ არის. მისი აზრი იქნება მაშინ, როცა ამ ყველაფერს ის განახორციელებს. არსებობს გენეტიკური კოდები, რომელსაც მარტივად იმორჩილებს ბოროტი და მას აჯერებს, რომ თითქოს რაღაცა განსაკუთრებულია მასში. მოდი, გადავიდეთ ქართულ გენებზე. ქართველებს რისი ნიჭი გვაქვს? ქართველებს გვაქვს ადამიანის განკურნვის ნიჭი. ჩვენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად შეგვიძლია ადამიანი განკურნოთ. ეხება ეს ფსიქოლოგიას და ეხება ეს რასაკვირველია მედიცინას. ყველაზე ძლიერი მედიკოსები არიან ქართველები მთელს დედამიწაზე. ასევე ქართველებს გვაქვს წერის ნიჭი. იქნება ეს ლექსების დაწერა, იქნება ეს მოთხრობების დაწერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი ცნობილი მწერლები იქნებიან ეს ქართველები, თურქები, ბრაზილიელები, გერმანელები, სლავები თუ სხვა. როცა ტესტავენ, დაგიკვირდება და უმეტესობას ქართული გენის შერევები აქვს. ვიღაცა რასაკვირველია გეტყვის, რომ გენეტიკური კოდი არ განსაზღვრავს ნიჭს და ჩვენ მაიმუნების შთამომავლები ვართ. ხო, ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე გენეტიკური კოდი განსაზღვრავს ნიჭს. და რასაკვირველია კი იცით, რომ ასეთ ხალხს არ უნდა დაუჯეროთ. გენეტიკური კოდი თუ ფენოტიპს განსაზღვრავს, ნიჭს რატო არ განსაზღვრავს? თუ ამაზეც არ თანხმდებით, რომ ფენოტიპს, გარეგნობას გენეტიკური კოდი განსაზღვრავს. ასევე სპორტში ქართველებს ძალიან დიდი ნიჭი გვაქვს. ჭიდაობის კუთხით იაფეტური ხაზი არის დომინანტი. ჭიდაობა თებეელების მოგონილია და თებეელების ძველი სახელი იყო თებალი, თუბალი. დიახ, ათენი და თებე არის ქართველური ტოპონიმები. ათენს ერქვა ათონი, თებეს ერქვა თებალი. ეს დადასტურებულია ისტორიული წყაროებით, მათ შორის და თებეელი მოჭიდავეების შესახებ შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ინფორმაციები. რომ შევაჯამოთ, ქართული გენი ძლიერი მებრძოლია, ანუ ძლიერი ჯარისკაცი თუ მეთაური იქნება, ძლიერი ინტუიცია აქვს, შესაბამისად, კარგი გამომძიებელი იქნებოდა, ძლიერი ინჟინერია და კარგი ინჟინერი იქნებოდა, კარგი მოსამართლე, კარგი ექიმი, კარგი მწერალი თუ პოეტი იქნებოდა, კარგი სპორტსმენიც იქნებოდა. მაგალითად, იქნება ეს რაგბი, ფეხბურთი, წყალბურთი, კალათბურთში არ ვიცი. სამწუხაროდ ქართულ გენს სიმაღლის მიმართ პრობლემები აქვს, ამიტომ თუ სხვა გენი არ შეგვერია, ცოტა რთულად იზრდება სიმაღლეში ქართველი. ეკონომიკური დარგი და ფინანსური დარგი ჩვენ ნიჭი არ აქვს სამწუხაროდ, ამიტომ ამ კუთხით არ გამოვირჩევით. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.